გამარჯობა. მე ვარ ისტორიკოსი კახა კვაშილავა და ეს ჩემი ვლოგია. მოდი გიამბობ. პირველი ორი ვლოგისგან განსხვავებით, რომელიც ჩემს ბინაში გადავწყვიტე მესამე ვლოგი, მესამე ეპიზოდი უფრო სწორედ ბუნებაში გადამეღო და მეცადა როგორ გამოვა, როგორ იქნება ეს კონტენტი ბუნებაში გადაღებული, ბუნებრივ ხმაურში და რამდენად საინტერესო იქნება, რამდენად ყურებადი იქნება. ეს არის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მე-19 საუკუნეებშია აგებული. და მდებარეობს ქალაქ თბილისის საზღვარზე, მამკო და თბილისის გზაგასაყარზე. ეს ულამაზეს ტაძარი აიგო იმ ეპოქაში, როდესაც ხდებოდა ქართველი ერის ჩამოყალიბება, მისი ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება. ეს ის ეპოქაა, როდესაც გიორგი მელჩულე თავის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში იტყვის: ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაც შინა ქართული ენითა ჟამი შეიწილვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. და გიორგი მელჩულე იმ სამეფოებს, რომელიც დღევანდელი თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ჩვენს იურისდიქციაში არ შემოდის, მაგრამ ისტორიული საქართველოა, გიორგი მელჩულე ამ ხალხებს, ამ სამეფოებში მცხოვრებ ხალხს ყველას ქართველად მიიჩნევდა. სამართლიანად ქართველად მიიჩნევდა. მათ შორის იყო აფხაზეთის სამეფო, რომელიც იწყებდა გაძლიერებას და რომელსაც განგებამ დააკისრა ყოფილიყო ახლად აღდგენილი ერთიანი ქართული სამეფოს სულის ჩამდგმელი, საძირკვლის ჩამდგმელი. ამ ერთიანი ქართული სახელმწიფოს მონარქთა ტიტულატურა, როგორც მოგეხსენებათ, იწყებოდა ასე: მეფე აფხაზთა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ძირითადად მე-20 საუკუნის შემუშავდა და შემდგომ გარკვეულწილად დამკვიდრდა შეხედულება, რომ მეფე აფხაზთაში, ამ ეთნონიმში მოიაზრებოდნენ თანამედროვე აფხაზები. და ეს გარკვეულწილად მართალია წარმოადგენდა ქართველთა სახელმწიფოს, მაგრამ გარკვეულწილად იყო რაღაც აფხაზთა, აფსუათა და ქართველთა ფედერაციული წარმონაქმნი. ქართველი ისტორიკოსები, რა თქმა უნდა, აქ ქართველთა სახელმწიფოზე საუბრობენ. პოლიტიკურად ქართველთა სახელმწიფოზე და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ეს მართლაც ქართველთა სახელმწიფო იყო, უდაოდ ქართველთა სახელმწიფო იყო, ეთნიკურად ქართველთა სახელმწიფო იყო. მისი ამ სახელმწიფოს გაფართოების პროცესში სხვა ეთნოსებიც მონაწილეობდნენ. ერთიანი სახელმწიფოს ტიტულატურა გვიჩვენებს სწორედ ამ შემოერთების, გამრცობის პროცესს. მაგრამ ეს იყო ქართველთა სახელმწიფო, ეს იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე უდიდესი, უწყინვალესი ეპოქა. სამწუხაროდ ამდებულებამ სეპარატისტულ ისტორიოგრაფიაში შეიძინა მონოეთნიკურობის პრეტენზიით გარკვეული დატვირთვა. აფსუა სეპარატისტი ისტორიკოსები საუბრობენ, რომ ეს იყო მხოლოდ აფხაზური სახელმწიფო და საუბრობენ, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი საუბრობს, რომ ეს იყო აფხაზთა და ქართველთა სამეფო, მაგრამ უპირატესი, რა თქმა უნდა, აფხაზური, აი ამ აფხაზურში დებენ უცილობლად, რომ ეს იყო სწორედ აფსური სახელმწიფო, მისი უპირატესობით, რომ აფსუათა სახელმწიფომ, აფხაზთა სამეფომ დაიპყრო დანარჩენი ქართული ტერიტორიები და სწორედ აფხაზთა დინასტია მეფობდა მრავალი საუკუნის მანძილზე, ვიდრე გიორგი მეხუთე ბრწყინვალემდე, ბაგრატ მესამედან დაწყებული ვიდრე გიორგი მეხუთე ბრწყინვალემდე, სწორედ აი ამ სამეფოში. შესაბამისად გამოდის, რომ იგივე ბაგრატ მეოთხე, იგივე გიორგი პირველი, იგივე დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვანი ეთნიკურად აფსუები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში პლინიუს უფროსთან ფიქსირდება ცნობა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, ანუ თანამედროვე აფხეთის ტერიტორიაზე ადასტურებს გარკვეულ ეთნიკურ ცვლილებებს და ჩდება, სახელდება ახალი ტომები, აფსილები, აბაზგები და სანიგები. საქმე იმაშია, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე ჩვენს რეგიონში, შავი ზღვა კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ხდება. მითრიდატეს ომების შემდგომ ინგრევა პონტოს სამეფო, ქრება პოლიტიკური რუკიდან კოლხეთის სამეფო, სუსტდება იბერიის სამეფო და რაც ხელს უწყობს ჩრდილო კავკასიიდან ახალი ტომების გადმოსვლას. წყაროები ადასტურებენ, რომ იძარცვება ბიჭვინთა, იძარცვება სებასტოპოლის, ანუ თანამედროვე ქალაქი სოხუმი. აი სწორედ ამის შემდგომ პლინიუს უფროსთან ფიქსირდება სამი ახალი ტომი. ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე მიმდინარეობს დავა აფსილებისა და აბაზგების კუთვნილების შესახებ. სანიგების თაობაზე აქ ქართულ ისტორიკოსებთან ერთმნიშვნელოვნად გარკვეულია, რომ სანიგები გამომდინარე სან-ზან ურთიერთმიმართებიდან ეს არის კოლხური ტომი, მეგრული ტომი. რაც შეეხება აფსილებსა და აბაზგებს, ქართულ ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფსილები და აბაზგები თანამედროვე აფხაზების წინაპრები არიან, ნაწილი ქართული ისტორიკოსებისა მიიჩნევს, რომ აფსილები და აბაზგები ისეთივე ქართული ტომებია, როგორც მეგრელები, კახელები, გურულები, ჰერები, ჯავახები, მესხები და ასე შემდეგ. თუმცა აფხაზურ ისტორიოგრაფიაში ამ სამ ტომთან მიმართებაში არანაირი კითხვის ნიშანი არ დგას და ისინი მხოლოდ აფხაზურ ტომებად მოიაზრებენ. აქედან გამომდინარე, ცნობილმა აფხაზმა და ქართველმა ისტორიკოსმა ზურაბ ანჩაბაძემ წამოაყენა დებულება, რომ ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთი მიჯნა რატომღაც მდინარე ენგურია, რაც არასდროს არ ყოფილა, ოდითგანვე ორი ხალხი, ქართველი და აფხაზები ცხოვრობდნენ და შესაბამისად დაიბადა ეგრეთ წოდებული ორ აბორიგენობის თეორია. აფსილ-აბაზგ სანიგთა ეთნიკური კუთვნილების შესახებ დავა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო რუსეთის იმპერიის წარგეზებით. რუსეთის იმპერიას ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი მიზანი ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებისა და მათ შორის განხეთქილების წარმოქმნისა. რაც უნდა ვაღიაროთ, მან მიაღწია. ის რომ დღეს ქართველებსა და აფხაზებს შორის უთანხმოება, ამის თავი და თავი სწორედ რუსული იმპერიალიზმია. საინტერესოა, რომ 1899-1900 წლებში იმდროინდელი პრესის ფურცლებზე გაიმართა მნიშვნელოვანი პოლემიკა ცნობილი ქართველი სასულიერო პირის აფხაზეთში ქრისტიანობის აღმდგენის ერთ-ერთი ფუძემდებლის დავით მაჭავარიანის სამწუხაროდ რენეგატ შვილ კონსტანტინე მაჭავარიანსა და ცნობილ ქართველ სასულიერო პირს, შემდგომში კათალიკოს პატრიარქ წმინდა ამბროსი ხელაიას შორის. კონსტანტინე მაჭავარიანი, რა თქმა უნდა, უჭერდა დებულებას აფსილ-აბაზგ სანთა აბსურდი წარმოშობის შესახებ, რასაც კატეგორიულად არ იზიარებდა და საკმაოდ არგუმენტირებულად პასუხობდა ამბროსი ხელაია. ეს სამეცნიერო კამათი შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. აი 105 წლის წინ დაიწყო ბოლშევიკური რუსეთის აგრესია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. რაც, როგორც ვიცით, თებერვალ-მარტში საქართველოს სრული ანექსიით და გასაბჭოებით დასრულდა. გასაბჭოებული საქართველო ტერმა ორ ნაწილად გაყო. ერთის მხრივ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და მეორეს მხრივ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. აფხაზეთის ხელმძღვანელი გახდა თავისი ანტიქართულობით და შოვინიზმით ცნობილი
პოლიტიკური ლიდერი ბოლშევიკი ნესტორ ლაკობა. ნესტორ ლაკობას ხელისუფლება ცდილობდა ისტორიულ იდეოლოგიური გამართლება მოეძებნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისთვის. ბუნებრივია ამისთვის მათ სჭირდებოდათ ისტორიის დაძველება და აფსილ აბაზგთა და სანიკთა აფხაზური, ანუ აფსური წარმოშობის დადასტურება. 1954 წელს გამოიცა ცნობილი ქართველი ფილოლოგის პავლე ინგოროყვას სქელტანიანი ნაშრომი გიორგი მერჩულიამ მწერალი მე-10 საუკუნეზე, სადაც ის ცდილობს ისტორიოგრაფიული თუ ენათმეცნიერული წიაღსვლებით დაადასტუროს აფსილ აბაზგთა ქართველობა. 1956 წელს ამ წიგნის გამოცემიდან წელიწადნახევარი 2 წლის შემდეგ იწყება პავლე ინგოროყვასა და მისი ამ ნაშრომის დევნა, რომელიც კრემლის მიერ იყო ინსპირირებული. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირს მაშინ ხელმძღვანელობდა ქართველთა მოძულე ნიკიტა ხრუშოვი, რომელიც არ გამორიცხავდა, როგორც დასტურდება ქართველების საერთოდ გასახლებასაც კი საქართველოს ტერიტორიიდან და ძალიან ბევრს ცდილობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოყოფას და მის შეერთებას რუსეთის ფედერაციისადმი. იმ ეპოქაში რამდენიმე ადამიანმა გაბედა და ხმა მოიღო პავლე ინგოროყვას დასაცავად. ერთ-ერთი იყო გიორგი ჩეტაია, რომელმაც საჯაროდ დაწერა. პავლე ინგოროყვას დებულების თანახმად, აფხაზეთის მხარეები ძირეული ქართული ქვეყანაა, რომელიც ძველი დროიდანვე ქართველებით იყო დასახლებული. აფხაზეთის მხარეების მოსახლეობა ქართული იყო როგორც ანტიკურ ხანაში, ისე საშუალო საუკუნეებში და კერძოდ საშუალო საუკუნეთა იმ მონაკვეთზე მერვე საუკუნეში, როდესაც დაარსდა დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის სამეფო. ეს დებულება ჩვენი აზრით მართებული ჩანს. თუმცა დამატებით არგუმენტაცია საჭიროებს. ცხადი უნდა იყოს, რომ აფხაზები, საკუთრივ ძველი აფხაზები, განსხვავდებიან აბას, აფსუა აფსილებისგან. ეს უკანასკნელი მთის იქიდან მოსული ტომია, ხოლო საკუთრივ აფხაზები ადგილობრივი ძველი მოსახლეობაა. თუ ერთი მათგანი სკვითური ჩამომავლობისაა, მეორე კოლხურ ქართული მოდგმისაა. პავლე ინგოროყვას დამცველთა რიგებში შეიძლება მოვიაზროთ დიდი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილიც. როგორც ვთქვით, იმ წლებში ერთიან ქართულ სახელმწიფოს, აი ბაგრატ მესამეთი რო შეიქმნა, ქართულ აფხაზურ ფედერაცია წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ეს აბსურდი იყო. მაგრამ ნიკო ბერძენიშვილმა სცადა მოეძებნა გარკვეული ფორმულა, რომელიც თითქოს მოაგვარებდა ამ საკითხს. და მან თქვა, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფო კულტურულად და პოლიტიკურად იყო ქართული სახელმწიფო. პოლიტიკურად იმდენად, რამდენად ქუთაისი და შემდგომ თბილისი სწორედ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის განსახლების ცენტრში მდებარეობდა, კულტურულად კი, რადგან ამ სახელმწიფოს სახელმწიფო ენა, ღვთისმსახურების ენა, წერლობის ენა მხოლოდ ქართული იყო. თუმცა, როგორც გითხარით, პავლე ინგოროყვას იდეების და მოდი ვთქვათ, რომ ეს იდეები არ იყო პავლე ინგოროყვასი. ამ იდეებს ჯერ კიდევ დიმიტრი ბაქრაძეც, შემდგომ ამბროსი ხილაიაც ავითარებდნენ. პავლე ინგოროყვამ უბრალოდ ამ ყველაფერს თავი მოუყარა, გააერთიანა, გაანალიზა და საკუთარი შეხედულება მოგვცა და რატომღაც ამ იდეას პავლე ინგოროყვას იდეა ეწოდა. თუმცა, როგორც გითხარით, ის გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა, გამოითქვა, ვიდრე თვითონ პავლე ინგოროყვა დაიბადებოდა. და ნიკო ბერძენიშვილიც ამ იდეების მხარდაჭერად გვევლინება. ერთი ციტატა. მაინც და მაინც მეცნიერებას არ მოეპოვება იმის საბუთი, რომ აფხაზეთში მობიდნადრე ეს ტომები, ანუ საუბარია აფსილ აბაზგებზე, უფრო შორს იდგნენ იბერ-ლაზებისაგან, ვიდრე ვთქვათ სვანები, მესხები, ჰერები. მარტო ის რა დაღირს, რომ ქართული გადმოცემით ქვეყანა ლიხის მთიდან, ვიდრე ყუბანის მდინარემდე და მათ შუა საუკუნეებში აფხაზთა საერისთავოც
უძველეს დროიდანვე ეგროსის წილი იყო და რომ ქალაქი ბედია აფშილეთში დაარსებულია იმავე მეგრელთა ეპონიმის მამამთავრის ეგროსის მიერ. მარტო ისიც საკმაოა მოვიტანოთ, რომ აფხაზეთის სამეფოს, ესე იგი დასავლეთ საქართველოს, ქართული ეკლესიის საკათალიკოზო ტახტი საკუთრივ აფხაზეთში, ბიჭვინთაშია. საქმე ისაა, რომ ისტორიულ-კულტურული ერთობა აფხაზეთთან 10 საუკუნეთა განმავლობაში, აგრე ორგანიული და ინტენსიური, უკუღმართ ისტორიულ მოვლენათა მიზეზით გვიან ფეოდალური საქართველოს ძნელბედობის ხანაში თანდათან შესუდგა. დაცებელმა ოსმალეთმა ამ მოვლენებს განსაკუთრებით ძლიერად შეუწყო ხელი. მთლიანი საქართველოს სიმტკიცის გასატეხად ოსმალეთმა ერთ-ერთი დასაყრდენი სწორედ ჯიქეთ აფხაზეთში დაიგულა. ასეთივე დასაყრდენები გაეჩინა მან სამცხე-საათაბაგოში, ქვემო გურიაში, ამიერიდან სოხუმში, ახალციხეში, ბათუმში ეწყობოდა საქართველოს წახდენა გადაშენების ოსმალური გეგმები. ახალციხისა და სოხუმის ფაშები თუ ბათუმის მუტესარიფები იყვნენ ოსმალეთის აგრესიის მოწინავე დროშის მეთაურები. მაგრამ არც მე-19 საუკუნე იყო საქართველოსთვის ამხრივ ნიავკეთილი. საქართველოს ეროვნული გამთლიანება არ ეთანხმებოდა კოლონიზატორთა მიზნებს და ცარიზმის ზღონეს არ ზოგავდა აღდგომა გაერთიანების გზაზე შემდგარი საქართველოს ძალების დაშლისათვის. ცარიზმის აგენტ კოლონიზატორები არაქართველებად აცხადებდნენ აფხაზებს, ქვემო გურულებს ანუ ქობულეთელებს, მესხებს, კლარჯებს, შავშებს, აჭარლებს, აღმოსავლეთ კახელებს ანუ ინგილოებს, მეგრელებს, სვანებს. აი ამ უკუღმართობათა შედეგია, რომ ჩვენ დღეს მტკიცებაც კი გვჭირდება აფხაზების, მესხების, შავშ, კლარჯ, ტაოელთა, ლაზების, აჭარლების, ქობულეთლების და ინგილოების ქართველობისა. ცნობილი რუსი ისტორიკოსი ალექსანდრ დიაჩკოვ-ტარასოვი ჯერ კიდევ 1910 წელს საკმაოდ ხაზგასმით წერდა. აფხაზები ყოველთვის როდის სახლობდნენ იქ, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. მათი გადმოცემებით, მრავალი ისტორიული მონაცემით და ზნე-ჩვეულებებიც გვიჩვენებენ, რომ ისინი მოვიდნენ ჩრდილოეთიდან და შეავიწროვეს ქართველური ტომები, ვიდრე არ გაჩერდნენ ენგურთან. პავლე ინგოროყვა შენიშნავდა, რომ თანამედროვე აფხაზები და ძველი აფხაზები ერთი და იგივე ხალხი არაა. ძველი აფხაზები არიან ქართველები, ხოლო ხალი აფხაზები, ანუ თანამედროვე აფხაზები ეს არის ადიღეური მოდგმა, რომელიც აქ საქართველოს ძნელბედობის ჟამს მე-14-მე-17 საუკუნეებში ჩამოსახლდა. აფხაზთა ჩამოსახლება საკუთრივ აფხაზებიც ადასტურებენ. 1934 წელს აფხაზური სეპარატისტული ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი სემიონ ბასარიამ ერთ-ერთი აფხაზი მოხუცისგან, მაჟაგვ ადლიიბასგან იწერს ასეთ საინტერესო ცნობას. ჩვენი წინაპრები გადმოსახლდნენ მაშინ, როცა გაიგეს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა გაიქცა და ის დაცარიელდა. თანამედროვე აფხაზთა მოსულობას ოსმალური წყაროებიც ადასტურებენ. ცნობილი ქართველი თურქოლოგი ცისანა აბულაძე ოსმალური საისტორიო დოკუმენტების შესწავლისას და ანალიზისას საინტერესო დასკვნას აკეთებს. კერძოდ ის წერს: მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან თურქულ ენაში ეთნონიმ აფხაზ ენაცვლება აბაზა. ანუ ქალბატონი ცისანა აბულაძე ოსმალური წყაროების ანალიზით ასკვნის, რომ აფხაზი და აბაზა ეს სინონიმი არა. თანამედროვე აფხაზი ისტორიკოსები ცდილობენ რა აფხაზეთის ისტორია გააყალბონ, საკუთარი ხალხის ისტორია გააყალბონ. მიიჩნევენ, რომ ლიხნის ტაძარი, ბედია ეს აფხაზი ხალხის, აფსუა ხალხის აგებულია და მათი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. თუმცა ისტორიული წყაროები გვიჩვენებენ, რომ შუა საუკუნეებში აფხაზებს არაფერი ჰქონდათ საერთო ქრისტიანობასთან. ისინი პირიქით ანადგურებენ კიდევაც ქართულ ქრისტიანულ ცენტრებს,
ვახუშტი ბატონიშვილთან დაფიქსირებულია, რომ მოიშალა საკათედრო ტაძრები დრანდაში, მოგში, ბედიაში. ამას ქართული საისტორიო წყაროებს გარდა უცხოელი დამკვირვებლებიც ადასტურებენ. ერთ-ერთი კათოლიკე ბერი 1674 წელს რომში აგზავნის რელაციას, სადაც კითხულობთ. სამეგრელო აღარ არის, რადგან ომების გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია ჩავარდნილი. გაქცეული და აოხრებულია. აღარავის ყავს საქონელი და ყველა სარჩო აკლია. ახლა კაც აღარ შეუძლია უშიშრად იყოს. მუდამ აფხაზების დაცემის შიშია. აფსუები ესხმოდნენ არა მოსაზღვრე სამეგრელოს ტერიტორიას, არამედ მათი დამარბეველი ლაშქრობები უფრო შორ ტერიტორიასაც აღწევდა, მაგალითად მათ ააოხრეს ჯუმათშემოქმედის მონასტრები, ქობულეთთან მდებარე თეროსანის ტაძარიც გაძარცვეს. აფსუათა შესახებ ცნობილი ჰოლანდიელი მკვლევარი ნიკოლას ვიცენი წერდა. ისინი თითქმის კერპ თაყვანისმცემლები გახდნენ, განსაკუთრებით აბაზაში. მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ბარბაროსულია, ხელოსნობის არცე დარგს არ მისდევენ. მათი ძირითადი საქმიანობაა ყმაწვილებისა და ქალიშვილების გატაცება. ისინი ხან ერთ ქვეყანას ესხმიან თავს, ხან მეორეს მონების ხელში ჩაგდების მიზნით. ამდენად ვაჭრობა აქ არც თუ უსაფრთხო საქმეა. მონებს ისინი ცვლიან მაუძე, იარაღზე, ტყავზე და სხვა მათთვის საჭირო საქონელზე. იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოს მეორე ნოტარა შენიშნავდა, რომ აფხაზების სარწმუნოება ისეთივეა, როგორც ჯიქებისა და ალანების. ანუ წარმართობა. მე-18 საუკუნის ფრანგი მოგზაურები და სასულიერო პირები, მაგალითად ჟან შარდენი და ჟან რიშარი ერთხმად მიუთითებდნენ, რომ აფხაზეთი წარმართული პროვინციაა და რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგული წარმოშობის შვეიცარიელი ეთნოგრაფი და არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე წერდა. სამეგრელოს დადიანთა სამფლობელო ჯიქეთამდე იყო გადაჭიმული, მაგრამ მას ავიწროებდა მტელთა მუდმივი თავდასხმები. ერთი მხრივ ჩერქესთა, ანუ ის აფსუებს გულისხმობს, მუდმივი თავდასხმები და სისხლიანი ხელი და მეორეს მხრივ თურქები. 2 საუკუნის წინა თავადი დადიანები იძულებული გახდნენ საზღვარი ჯერ ანაკოფიამდე გადმოეტანათ, ახლა კი მათ ღალიცგამდე დაიხიეს და აფხაზეთი, ეს უბედური ქვეყანა, გახდა ისეთი გარეული, როგორც ამერიკის ტყეები. ყველაფერი ნანგრევებად იქცა. ყველა ეკლესია დაინგრა. ცივილიზაციის ყველა კვალი წაიშალა. ენგურამდე არც ერთი ეპისკოპოსი არ დარჩენილა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისტთა გარკვეული ჯგუფი ხელს უწყობს აფხაზებში ისლამის გავრცელებას. ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ უნდა აღადგინონ მუსლიმური სარწმუნოება, თუმცა წყაროები ადასტურებს, რომ აფხაზეთში ისლამი არასდროს არ იყო ძლიერი, მათ შორის ოსმალეთის ბატონობის დროსაც კი. სულ რამდენიმე მეჩეთია დაფიქსირებული და ისინიც მხოლოდ იქ, სადაც ოსმალური გარნიზონი იდგა, ან სადაც გამუსლიმებული აფსუა დიდებული ცხოვრობდა. თურქი მოგზაური, მკვლევარი, აგენტი ევლია ჩელები, რომელიც დედით აფხაზი იყო და რომელმაც 1630-იან წლებში დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში მოგზაურა, აფხაზების შესახებ წერს, რომ ისინი თავს მუსლიმებად მიიჩნევენ, არ უყვართ ქრისტიანები, მაგრამ ისლამური სარწმუნოების შესახებ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ და ყურანსაც კი არ იცნობენ. აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაურიც კი ჩანს ოკუპირებულ აფხაზეთში ისლამის აღდგენის მცდელობაზე ზრუნვა. დღევანდელი ლოგი მინდა დავასრულო აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ერთი ამონარიდით, რომელიც ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც შეიქმნა ქართველებსა და აფხაზებს შორის ცარიზმის ეპოქაში, ცარიზმის ძალმომრეობის ეპოქაში. ნიკო ბერძენიშვილი აქ ცარიზმის აგენტებს გულისხმობს, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია გადმოვიტანოთ აგრეთვე ბოლშევიკთა თუ თანამედროვე კრემლის აგენტთა სახეებზეც. ბატონი ნიკო წერდა.
ვიდრე ამ ქვეყნად სიმართლე და მისი მსახური ჭეშმარიტი მეცნიერება დევნილი იყო და ბურთი და მოედანი უკუნეთ ძალმომრეობას და სიცრუეს დარჩენოდა, ცარიზმის აგენტ მეცნიერთა ნაყალბებსაც გასავალი ჰქონდა. თვით ადგილობრივთა შორის არა მცირედ აღმოჩნდნენ ცარიზმის მიერ მოსყიდული აგენტები თუ ბრძოლაში სულმოკლე რენეგატები, ან სხვის ფეხის ხმას აყოლილი უვიც მიამიტები, რომელთაც სიტყვით, კალმით თუ პრაქტიკული საქმიანობით მცირე ზიანი როდი მიაყენეს მართალ საქმეს. სახსენებლად საწყევარ მაჭავარიანს გარდა არაერთი ასეთივე რენეგატის დასახელება შეიძლებოდა, რომ პატივცემული საზოგადოების სმენის სიფაქიზეს არ ვერიდებოდნენ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ცარიზმის აგენტების საქმიანობას, ცარიზმის ცრუ მეცნიერთა მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. მათ შექმნეს აფხაზთა შორის საკუთარ კულტურული წარსულის უბადრო უარისმყოფელთა ჯგუფები, საქართველოსთან საერთო კულტურის უარისმყოფელთა ჯგუფები. უნდობლობა სიძულვილი შხამით მოწამლეს მათ მოძმე ტომების ურთიერთობა. ცრუ მეცნიერული გამოკვლევებით უსიერ ბურუში გაახვიეს მათ ჩვენი ქვეყნის წარსული საერთოდ და ამხარეს, ანუ აფხაზეთის კერძოდ. დიახ, ქართველი და აფხაზი ხალხი მოძმეელია. ჩვენ განგებამ შევყარა ერთად და ქართველი აფხაზითა ძლიერი და აფხაზი ქართველითა ძლიერი. საქართველო კი ჩვენი საერთო სამშობლოა. მოკლედ ეს იყო ის, რისი თქმაც ამ ვლოგში მინდოდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. ეს იყო ვლოგი, მოდი გიამბობ.